შემზარავი მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ვრეხაში. 53 წლის ზვიად ქარელიშვილი სანადირო თოფიდან მრავალჯერ გასროლით მოკლეს. დანაშაულში ბრალდებული გარდაცვლილის მეზობელი 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. ადგილობრივების ინფორმაციით უბედურ შემთხვევას წინ შელაპარაკება უცხოდა, რის შემდეგაც ქარელიშვილს მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობა თავისა და გულის არეში მიაყენა. მკვლელობაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელკვალზე ხაშურის რაიონში ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ ავტომანქანის შხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღის სანადირო თოფი ნივთმტკიცება დამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. როლის ხმა გავიგეთ, გამოვედით გარეთ. ერთი სროლა რო იყო, მე მეორე მოხდა. მე მეორე იქნა, მე უკვე ჩემმა მეუღლემ ისე რაღაცა ხდება. მე მესამე სროლაც მოხდა. ისე არაფერი არც გავედით, არც ხმაური იყო, არაფერი არ იყო. მე ჩემმა მეუღლემ მანქანა წავიდა და ჩემმა მეუღლემ თქვა, ბიგოგო ზვიადი გავიდაო და აღარ დაბრუნებულაო. და მაშინ წავედით და ჩემი მეუღლე ბატარია ავიღე და მივანათე და ეკდოკდარი. გზაზე სწრაფად დადიოდა და შენიშვნა მისცა, რომ ნელაია რომ ყონა სვამი იყო და ეს ზვიადიც გარდაცვლილით სახში შებრუნდა და ეს ბიჭი წავიდა თავის მანქანით. სახელიდან თოფი მოიტანა და დაურეკა, რომ გამოდიო ერთი წუთია და გამოიყვანა და გავიდნენ ნაგერაკ 10 მეტრში. და ეს სრულად თავპირში, პირველი ორი ცალი ორჯერ სრულად თავპირში და ეს რო დაეცა, გადმოვიდა მე ეს ორი გილზე ამოიღო და ახალი ჩატენა და გულში დაადო და ეს სამეც ესროლა და იმით გარდაიცვალა. ექიმების თქმით ის მესამე რო არ ესროლა, გადარჩებოდა.